სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში პრეზიდენტის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც უკვე 21 დღეა იმართება, არის მშვიდობიანი და ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში არ არის ორი მხარე, თუმცა არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ შესაძლოა საქმე მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება აქ ყოფილიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემ ქვეყანაში ხდება. მინდა ასევე მადლობა უთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წევრებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ გვგრძნობთ თავს 1921 წელში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად. ხალხი 21 დღეა ქუჩაშია. ეს ძალიან საინტერესო მოძრაობაა, რომელიც ჯერ ღამით დაიწყო და შემდეგ დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ მოძრაობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი მონაწილეობდა და ახლა ეს პრაქტიკულად მოიცავს მთელ საზოგადოებას. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ამ 21 დღეს არ მოიცავს. ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. ეს პროტესტი იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი საქართველოსთვის ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას. ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ ან რომელიმე ძალა. ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფლად და სამართლიან გარემოში. მოდით ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩაში ცდილობენ, მაგრამ მოდი ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე. არ არის ორი მხარე საქართველოში. არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ ჩვენ შესაძლოა მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არ არის ორი მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და მეორე მხარეს არის ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. ამის სადემონსტრაციოდ მართლ პარტიას აქვს გარკვეული რუსული გზა. ამ დროს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, რომ როგორმე დაუბრუნდება ევროპას და რატომ? იმიტომ, რომ ხალხს სურს ეს ევროპული გზა. 80-90% სურს ეს და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ ქართული ოცნების ლიდერებს თუ სურთ ჰქონდეთ ოცნების გარკვეული ნაწილი, უნდა შეინარჩუნონ ეს იმედი. 2024 წელს იყო მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა ახალ სიმაღლეებზე ადის საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ბატონი ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით, რომელიც საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე. ადანაშაულებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლები. ეტაპობრივად ამ რუსული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე LGBT თემაზე ბრალდებებით, რომ ევროპა და ამერიკა წაგვართვებენ ჩვენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, რაც ბევრ თქვენთაგანს მოგისმენიათ სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოდან ჩრდილოეთით მდებარეობს. რუსული სახელმწიფო შენება მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა მტკიცედ. ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლით. ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, რეფორმირებული საპენსიო ფონდიც კი. მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სრულად და მთლიანად კონტროლის ქვეშ არის ქვედა ინსტანციიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე. სიტყვის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებმა ტაშით გააცილეს.